საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ახალ სეზონში მონაწილე კლუბების რაოდენობა ამ დრომდე გაურკვეველია. დღეს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია შეიკრიბა, სადაც საუბარი იყო იმ პროექტზე, რომლის მხარდაჭერასაც სახელმწიფო გეგმავს. ასრთა სხვადასხვაობა ეროვნულ ჩემპიონატში კლუბების გაზრდის რაოდენობაზე. ამ დროისთვის საქართველოს უმაღლეს ლიგაში 12 კლუბი თამაშობს. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო მხარდაჭერა იქნება საფეხბურთო გეოგრაფიის გაზრდის მიზნით, სასურველია 16 კლუბმა ითამაშოს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამხედრო სამინისტრო და კომისიის რამდენიმე წევრი კლუბების რაოდენობის შემცირების მომხრეა. კლუბების გაზრდას მხარს უჭერს 30-ზე მეტი საფეხბურთო გუნდი. საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ეს თემას ვიცე-პრემიერი კახი კალაძის გამოეხმაურა. ეს არ არის არგუმენტები, ის ხალხი, ვინც პრემიერ-მინისტრმა დასვა ერთი კონკრეტული შეკითხვა, რომ რამდენ გუნდიანზეა ლაპარაკი, 16-იანი თუ 12-იანი. ჩვენი პოზიცია, ფედერაციის პოზიცია და პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სურვილი იქნებოდა თუ სახელმწიფო დაეხმარებოდა, რომ ყოფილიყო 16 გუნდიანი უმაღლესი ლიგა და 20 გუნდიანი პირველი ლიგა, რომ დაფინანსება ყოფილიყო ორივე მხრიდან. სამწუხაროდ ჩემი პოზიცია იყო მარტო ერთი, მეორე მხრიდან იყო 4 წარმომადგენელი, რომელმაც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს. უკეთესია, რა თქმა უნდა, სპორტულად ყოველთვის უკეთესია, რომ 16 გუნდი იყოს, რომ 15 თამაში გექნება ერთ წელში, 15 მეორე აღარ იქნება რაღაც ხელოვნური გაყოფები, მაგრამ ამის საშუალება დღეს სამწუხაროდ არ არის. არ არის 16 ინვესტორი, 10-იც არ არის. მაგრამ ამიტომ რომ 10-იც არ არის, ხო 16-ს და 18-ს არ გავაკეთებ. ამ ეტაპზე ლაპარაკია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რაც დღესდღეობით არის 12 გუნდიანი და ამის შემდეგ უკვე რეალობა გვაჩვენებს, თუ საით უნდა წავიდეთ. შევჯერდით საკითხზე, რომ 1 ივლისს კომისიის წევრები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და საბოლოო ვერსია ფეხბურთის განვითარების პროექტისა იქნება დადებული და მიღებული. რაც ეხება გუნდების რაოდენობას, ეს მხოლოდ ერთ-ერთი დეტალი არის. იმისთვის, რომ საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდეს, რაც შეიძლება მეტი რეგიონი, მეტი რაიონი, მეტი ქალაქი იყოს ჩართული სპორტში, 16 გუნდი თუ შეიძლება ამ ეტაპზე არა, მაგრამ მომავალში კიდევ რომ გაიზარდოს 18-20 გახდეს, მე ვფიქრობ, პირიქით უფრო დადებითი და მისასალმებელი.